ქართულმა ოცნებამ დედაქალაქის ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათა. ეს იყო ერთგვარი გზავნილი ირანის რეჟიმის მმართველობის პატივსაცემად. იმ სისხლიანი ძალისთვის, რომელმაც 10,000-ობით ადამიანი მოკლა მხოლოდ ბოლო საპროტესტო გამოსვლებისას. ამას დაემატა ივანიშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტუმრობა ირანის საელჩოში. ხვალ არის შაბათი და მთელი ცივილიზებული სამყარო ირანელი ხალხის მხარდამჭერ მარშს გამართავს. საპროტესტო მარში გაიმართება თბილისშიც. მოხსენი რამზან პური საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქე უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში და მასთან გავაგრძელებთ საუბარს, თუ მას ჩვენი უკვე ესმის. მივესალმები, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია სწორედაც რომ მხარდაჭერა. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის, გესმით ალბათ, ხო, ჩემი ხმა? დიახ, მოგესალმებით. ალბათ ვისაუბროთ, დავიწყოთ საუბარი ხვალინდელი საპროტესტო მარშის შესახებ. ეს არ არის პირველი, რასაც აქ მცხოვრები თქვენი თანამოქალაქეები და არა მხოლოდ ირანელები მართავენ. რა მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ შეკრებას, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში ხვალ საღამოს თქვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად იმართება სწორედაც სხვადასხვა საპროტესტო მსვლელობები თუ მარშები. დიახ, ხვალ არის გლობალური მოქმედების დღე, რომელიც ჩვენი ლიდერის ოპოზიცია რეზა პაჰლავი განცხადება აკეთებდა და ხვალ 14 თებერვალს უნდა იცით საერთაშორისო საზოგადოებები უნდა გაიგოს ირანის მიმდინარეობაო და არის გლობალური მოქმედების დღე. და ყველგან თორონტოში, ლოს-ანჯელესში და მუნიხში არის სამი მთავარი ქალაქი, მთელი სოფლიო ირანელებიც იქ აქცია აკეთებენ და სხვა ქალაქები მთელი სოფლიო ვინც შეუძლია რომ ქუჩაში იყო და სკანდირებს რაც რომელიც არის თავისუფლება და მშვიდობა ირანელებისთვის. ხვალ საღამოს 7 საათზე იკრიბებით თბილისში ირანის საელჩოსთან, ხო? 6 საათზე. ხვალ 6 საათზე, დიახ, 6 საათზე უნდა საელჩოსთან ვიყავით და ირანის ისლამური რეჟიმის საელჩოსთან და 6 საათიდან როგორც ყოველდღე ჩვენ საქართველოში ყოველდღე იქ დავდივართ. მაგრამ ხვალ მოქმედების დღეა და ბევრი ადამიანები იქ ველოდებთ. ასევე მინდა კითხოთ ირანის რეჟიმის, ასე ვთქვათ, დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავად თეირანში გადაღებული ვიდეოც გავრცელდა, სადაც ხალხი ხმამაღლა სკანდირებს სიკვდილი დიქტატორს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ირანში პროტესტის ძალას და პარალელურად თბილისში ოფიციალური მიღება იყო საელჩოში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც სტუმრობდა აი ამ მიღებას და დამატებით თბილისის ანძა განაცდა ირანის დროშის ფერებში ერთგვარი პატივისცემის ნიშნად ალბათ რეჟიმისა. აი ეს ამას როგორ შეიძლება რომ ეს შეაფასოთ, არ მინდა რაღაცა ძალიან ისეთი პოლიტიკური განცხადების გაკეთება გთხოვოთ, თუმცა ფაქტია რომ ეს თქვენზე და იმ ადამიანებზე, ვინც ამდენი დღეა აი ამ სისასტიკეს აპროტესტებს გარკვეულ იმოქმედებდა ხო ემოციურად მაინც. მე პოლიტიკოსი არა ვარ, მე ირანელი ვარ, რომელიც საქართველოში ვცხოვრობ და ოჯახთან ერთად და რაც ირანში ხდება მაწუხებს. ბუნებრივია რომ მაწუხებს და იმიტომ რადგან ჩემი ახლობელი და მეგობრები და თანამოქალაქეები იქ არიან. რაც მოხდა თბილისში, ირანში 11 თებერვალს იცით გული მткиვა და ირანელებიც მткиვნეული არიან რომ ჩვენის ხმა 30 დღე 35 დღე საალჩოსთან ვიყავით, რამდენჯერ განცხადება გავაკეთებდით მერიასთან რომ
ეს ანზი თაცმინდა ანზი ჩვენი დროშის ფერი გახდა, მაგრამ ეს არასოდეს არ მოხდა გუშინ წინ 11 თებერვალს მე 57 წელი გამარჯვება წელი იყო, რომ ეს ისლამური რესპუბლიკა გახდა ჩვენი ქვეყანა, ეს რეჟიმი მოვიდა, მაგითომ ეს ანზი და ეს სიმბოლიც შენობა თბილისში ესეთ სამფერად ჩვენი დროშის ფერებში გახდა. ეს არის თქმილი ჩვენთვის და ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს ხალხი, რომ ჩვენი გვერდით იყვნენ ეს 45-40 დღე განმავლობაში, რომ აქციაზე იყო ირანში ეს ამ მდგომარეობაში არის და ძალიან დიდი მადლობელი ვართ, მაგრამ რაც ნახეთ ეს ბოლო დღეები ძალიან მწარე იყო ჩვენთვის. ხო, ამიტომაც კითხეთ, დარწმუნებული ვარ, ემოციურად საკმაოდ რთული იქნებოდა. კიდევ ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდა კითხოთ ირანში რა ინფორმაცია გაქვთ იქ მიმდინარე მძიმე მოვლენებზე, რისი თქმაც ახლა თქვენ შეგიძლიათ რა მდგომარეობაშია იქ ხალხი ძალიან მცირე ინფორმაციას იგებს დანარჩენი მსოფლიო და ოდნავ დაგვიანებითაც, მაგრამ სიტუაცია რო საკმაოდ მძიმეა და სისხლიანი, ეს დაინახა თელმა მსოფლიომ. ამ დროისთვის რა ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვეწოდოთ შიგნით რა ხდება? შიგნით 95-90 ადამიანი ჩემი მეგობრები და ახლობელი როგორც ამბობენ, იმედი და კალკული აქვს, რომ შიგნიდან რაღაცა მოხდეს, ესე ფიქრობენ, იმიტომ ეს მასშტაბი რეპრესია, ესეთი მძიმე იყო, ამბობენ, რომ 35-40,000 ხალხი მოკლეს ეს მთავრობა და ეს ძალიან ცარეა, ძალიან რა ვიცი, სიტყვა არ მაქვს მაგისტრის, იმიტომ ჟლეტა ხოცვა ძალიან საშინელება ახლა ირანის ქუჩები რომ რაღაცა გადის და დახმარება საჭიროა რომ პრეზიდენტ ტრამპი ამბობდა რამდენიმე დღეს წინ, ერთი თვე წინ ალბათ ეს არის ერთადერთი იმედი რომ ჩემი ახლობელი მეგობრები ვინც ირანში არიან კონტაქტი მაქვს ამბობენ რომ ჩვენი იმედი მალთ არის საერთაშორისო საზოგადოების დახმარება. რაც ირანელები შეუძლია აკეთებდნენ უკვე და ამდენი მოკლილი ადამიანი ახლა არიან. და ალბათ ეს იქნება ხვალინდელი საპროტესტო გლობალური საპროტესტო მსვლელობის მთავარი მოთხოვნაც, ეს იქნება გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და დასავლეთისთვის, რომ მოხდეს გარე ძალების მხრიდან დახმარება ადამიანების აი ამ სისხლიან და ძალიან უთანასწორო დაპირისპირებაში რეჟიმთან. დიახ, მეც ესე ვფიქრობ და ეს არის გლობალური მოქმედების დღე და კიდე ერთჯერ უნდა გაიგოს ჩვენი თქმა, ჩვენი ირანში რა ხდება და ეს ხვალ 12 თებერვალს მაგითომ უნდა აქციაზე ვიყავით. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ხვალ 14 თებერვალს თბილისში საღამოს 6 საათიდან ირანის საელჩოსთან ირანის მოქალაქეები და არა მხოლოდ შეიკრიბებიან. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოხსენი რამზან პური იყო ჩვენი სტუმარი, ირანის მოქალაქე საქართველოში მცხოვრები.